შესახებ მე 2 თვის წინ დაახლოებით უფრო მეტი 2 თვეზე მეტია წევიდა თურქეთში მოვალ სამუშაოდ. წევიდა თურქეთში, მე ასე ვიცი. სახში ასეთი. იმას დანარჩენი მე არ ვიცი ახლა დიმირეკეს ტელეფონზე და მითხრეს რომ ვიდეო გავრცელდაო ისლამური სახელმწიფოდან იმუქრებიან. თქვენ ნახეთ მე არ ვიცი ვიდეო არ მინახავს მე აგერ სამუშაოზე მუშაობ შენებლობაზე. დანარჩენი იმუქრებიან არ იმუქრებიან ეგ არ ვიცი მე და 5 კაცის დამუქრებამ რა ნაუყოს ამ ქალაქ ქვეყანას. ამერიკა გვერდში ხავს და რუსეთი მეზობელი ხავს და დანარჩენი რა ვიცი. 5 კაცის დამუქრებიდან რა აშინებს ამ სახელმწიფოს. თუ გინდა 20 იყვნენ, თუ გინდა 30 იყვნენ. ხო, მაგრამ ერთმა აფეთქა, ხო შეიძლება თქვა საფრანგეთში ერთმა ადამიანმა აფეთქა და რა ვიცი, იგიც იმ საფრანგეთში ერთმა აფეთქა და იგიც ისლამის წარმომადგენელი იყო თუ არ იყო, ეგეც არ ვიცით ჩვენ. გამოირჩეოდა ის რადიკალური შეხედულებები? რადიკალური შეხედულებებით არ გამოირჩეოდა, ის გამოირჩეოდა ისლამის ფუნდამენტური ისლამი, რომელიც მუჰამედ სოლალაჰუ ალეიჰი ვასალამმა დაჰტია შუამავალმა. იმ ისლამის მიმდევარი იყო ისიც მეც აგერ და საერთოდ იმ ისლამს მიხვდებიან ხალხი. მოდას ტრადიციასაც რომ ისლამში იმას უარყოფ. ანუ თქვენ რომელი მიმდევარი ხართ მუსლიმანური მე ვარ სუნიტი მიმდევარი, მუჰამედ შუამავალმა რომ ისლამი დაჰტია. იმ ისლამის მიმდევარი ვარ მე. და თქვენი შვილი სუნიტია? ჩემი შვილიც სუნიტია. მისცეთ ამბობენ იმას, რომ ისინი აქ თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ, ჩაგრავენ, თქვენ თუ გრძნობთ, აი რამე კი, მაგის სიმართლეა რომ მუსლიმანი ვერ ცხოვრობს მუსლიმურად, ისლამურად. მე ერთმა კაცობრიობას გააჩინა ცა დედამიწა, ადამიანი და ადამიანს გამოგზავნა კანონი დროთა განმავლობაში. უგზავნიდა შუამავლებს, ბოლოს შუამავალი იყო კაცობრიობას გამოგზავნა მუჰამედ მერტის ლოცვა დამშვიდობა მას, მუჰამედ შუამავალი. და გამოგზავნა კანონი, ცხოვრების წესი, რა ფერ ვიცხოვროთ ამ ქვეყანაზე ადამიანებმა. რა ფერ გიყვარდეს ერთმანეთი, რა ფერ გავთხოვდეთ, დავსახდეთ, რა ფერ ვაშენოთ ცხოვრება მოაწყოთ ამ ქვეყნიურიც. და მე ვგოთ ღმერთის მოყოფილება რომ დავმკვიდრეთ 64-ში. ეს ქვეყანა წარმავალია, ის ქვეყანა მარადიულია. ამ ქვეყანაზე ხომ ხედავ ვიბადებით, კვდებით, ზოგი 100 წელს ცხოვრობ. ვერ ცხოვრობ. მუსლიმური ცხოვრება ნიშნავს, რომ ჩვენა ვიცხოვრობთ იმ კანონმდებლობით, რაც რომ ალლაჰმა გარდმოვლინა. კაცობრიობას გამოგზავნა. ეს მარტო მუსლიმებს ვინ არ გიწყობთ ხელს რომ ესე მიწწოთ? თუ ვინ არ გიწყობს ეს დროთა განმავლობაში ადამიანებმა თქვეს რომ ღმერთის კანონი არის სუფთა, არის სასტიკი, არის მკაცრი, ჩვენ ეს კანონები არ გვაწყობს. კანონები მიდიოს გვერდზე ღმერთის კანონები და დაწერეს ადამიანებმა მათებული კანონები. და რა კანონია აბა ღმერთის და რას ნიშნავს, როგორ უნდა ვიცხოვროთ? ამას გვასწავლის ყურანი და მუჰამედ შუამავალი. აი მაშინ ესე გკითხავთ, იმიტომ რომ თუ ვერ ცხოვრობთ რა მიზეზია? ვისაც რომ არ აწყობს ისლამური ცხოვრება ის ხალხი. და აი სამოთხეში როგორ მოხდა? ადამიანს აწყობს მისებურად ცხოვრება მისი ნებით. ხომ ამბობენ დემოკრატია, თავისუფლება, რაც კიდე ის თქვი, რაც კიდე ის აკეთე. აი როგორც კიდე ისე მეიქეს კაცმა კაცთან და ქორწილდი ქალმა ქალთან, პრობლემა არ არის, ხომ? ამას ღმერთი გზალავს. მე ამ კანონით ვერ ვიცხოვრებ. ამ კანონის მიმდევრებსაც ვერ მივყვები. და სამოთხეში როგორ მოხდებით თქვენ? როგორ მოხდებით სამოთხეში და რა ფერს ღმერთმა ყურანით გიგზავნა ცხოვრება? აჰა, იმ გზით ვიცხოვრეთ, ფეიღამბრების გზით. რაც რომ შუამავლები გამოგზავნია ფეიღამბრებს, ბოლო იყო მუჰამედი კაცობრიობას გამოგზავნა, ეს იციან. მუსლიმანმაც, არა მუსლიმანმაც, მორწმუნემაც, ურწმუნემაც, ყველა მიციან. მუჩმა განეცხადა დღეს, რომ ტერორიზმი ეს არის ძალადობა და ვინც ამის მიმდევარია, სამოთხეში ვერ მოხდება. კი, ტერორიზმი არის ძალადობა, კაცის მოკლა არ შეიძლება, მაგრამ მუსლიმანს ღმერთის მორწმუნე ადამიანებს მისცა უფლება. თუ გებრძვიან შენი რელიგიის გამო, შენი ქონების გამო, შენი სამშობლოს გამო, გართმევენ რაღაცას, შენ შიგიძე იბრძოლო. საქართველოში თქვენ ამას ხვდებით? გვებრძვიან საქართველოში თქვენ? ჩვენ არ გვებრძვიან, მაგრამ თქვენ კარგად მეგეხსენებათ, რომ აგერ ჯამეს არ გვაშენებენ, ეგერ ყურის თავი მიაკრეს. და გზუდმენ მუსლიმურად ცხოვრებას გზუდმენ ჩვენ. ეს და ამის შვილის იმას გადაწყვეტილება. ეს არ ამართებს ჩემი შვილის გადაწყვეტილებას, ამართებს მეთქი მე იმას კარგებნებ. მე ვამბობ საერთო სატკი ვარს. თქვენ გიკავშირდება და ისლამური ცხოვრება რომ იქნება ქვეყანაზე შენთვისაც სიკეთე იქნება და ყველასთვის. თქვენ შვილი თქვენ გიკავშირდებათ? როდის არ დამკავშირებია, ჩემი შვილი არ დამკავშირებია, მე არ მაქვს ის კომპიუტერი არ მაქვს, ინტერნეტი ისეთი არ მაქვს. არც ტელეფონით არ დაგიკავშირებთ ამ ბოლომდე. ხანდახან ტელეფონით უკავშირდება მის მეგობრებს, რა ვიცი, მაგრამ ჩემთან არ დაკავშირებული. როგორ ფიქრობთ, ბევრი თანამოაზრე ყავს? თანამოაზრე ანუ მისაც რო იზიარებენ, მის შეხედულებებს რო იზიარებენ, შეიძლება. ბევრი მეგობარი ყავს მის საქმეში? თუ ადამიანს სწამს ერთი ღმერთის მისი შუამავალის და უნდა ღმერთის მოყოფილება, ნებისმიერი ადამიანი ვისაც რომ ვინც რომ აბუსონ სწამს ერთი ღმერთის და იმ ქვეყნიური ცხოვრების და მისდიოს ყურანს და მის
ფეიღამბერის გზას. აი რო აფეთქონ აჭარეთში აფეთქებით იმის არვინ არ ააფეთქებს და აიკო ვინ ააფეთქოს აჭარაში ვინ ააფეთქოს არვინ არ ააფეთქებს მაგის პანიკას თესვენ საერთოდ რომ ხალხი შეაშინონ კი მაგრამ ვიდეოში თქვენი შვილი ამბობს ამას რომ აჭარაში მოვალთ მე არ მინდა დაუბრუნდებით და და ყველა იძახის მოვა დაუბრუნდებით ქვეყანას ავაშენებს 64-ში გვაცხოვრებთ ხომ ყიდებიან ყველაი და ჯერ ვინმე გისულა რამე ამან მაგანაში ასრულებს ანუ ეს საფრთხეს ვერ ხედავთ ჰა თქვენ საფრთხეს ვერ ხედავთ იმის საშიშროებას ვერ ხედავთ თქვენ თუ საფრთხე არ არის იმის არაფერი მაგრამ თუ მართლა ისლამური ქვეყანა ისლამური სახელმწიფო დამკვიდრდება ყველა იქ ბედნიერად იცხოვრებს. წეიკითხეთ